რა შედეგი დაბრუნდა ირაკლი კობახიძე ალბანეთიდან? საქართველოს მოქალაქეებისათვის მოწყობილი სისხლიან ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ ეს იყო კობახიძის პირველი შეხვედრა ევროკავშირის ლიდერებთან. რა თქვა კობახიძემ და რა ჩანდა რეალურად კადრებში? მოდი ვილაპარაკოთ ფაქტებით და გავაანალიზოთ ეს მოვლენები. კადრი ნომერი 1. კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ელაპარაკება. ეს ვიდეო სულ 19 წამიანია. აქედან 15 წამი გრძელდება საუბარი, იქ დანარჩენი 4 ხელის წამორთქმა მხარზე. 15 წამიდან მაკრონი თავდაპირველად ეკითხება კობახიძეს როგორ ხარო. იმან უპასუხა კარგად ვარო. შემდეგ საუბრის შინაარსი აღარ ისმის, მაგრამ ძირითადად კობახიძე თავს იქნევს და მაკრონი კითხვებს ვამს. კონკრეტულად რაზე იყო საუბარი მაკრონთან? რამდენიმე სიტყვით თუ შეგიძლიათ რა გზავნილები გადმო? საინტერესო იყო თუ შეიძლება რომ გითხრათ ეს. გამომდინარე იქიდან რომ ეს არის რაღაცა უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, მაგრამ რა თქმა უნდა ზოგადად შემიძლია გითხრათ რომ საქმე ეხებოდა ბუნებრივია საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას. ეს შეეხება როგორც პრეზიდენტ მაკრონს, ასევე რობერტა მეცოლას და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს. თქვენ უსმენთ კობახიძეს. მან თქვა, რომ აი 15 წამიანი საუბრიდან, სადაც 5 წამი მოკითხვა იყო, დანარჩენი 10 წამი კი მაკრონის კითხვები და კობახიძის თავის ქნება, მან მოასწრო და საფრანგეთის პრეზიდენტს ელაპარაკა საქართველოს ინტერესების გზავნილების შესახებ. მოდი, კიდევ ერთხელ ახლა ჩემი კომენტარის გარეშე ვნახოთ კადრები და შემდეგ თავად შეაფასეთ, გვატყუებდა თუ არა პრემიერი. ანუ ირაკლი კობახიძე ამ რამდენიმე წამზე გვეუბნება, რომ მაკრონს ახლა აქ ის საქართველოს ინტერესების შესახებ გზავნილებს უზიარებს. მიდი და დაიჯერე ახლა ყველა სხვა განცხადება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების თანდასწრებით აკეთებენ, მართალია თუ ტყუილია. კადრებით კი რეალურად ჩანს, რომ ძირითადად კობახიძე მადლობას ამბობს ან სიტყვა დიახს. ახლა თავად დაასკვენით. სიმართლეა თუ არა ის განცხადება, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ სამთავრობო მედიის წინაშე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კადრი ნომერი 2. ირაკლი კობახიძე ესაუბრება ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას. ეს კადრები გაავრცელეს კობახიძის პრესსამსახურის თანამშრომლებმა. აქ ნახეთ რა მოხდა. პირველად ეს კადრები გავრცელდა ხმით. საუბარი ისე მკაფიოდისმოდა, რომ შეუძლებელი იყო ეს კამერას ჩაეწერა. რომ თუ არა იქ მიკროფონი. ჩვენ არ ვიცით. კობახიძეს მიკროფონი მაგიდაზე განზრახდა უდეს, რომ მისი და ევროპარლამენტის პრეზიდენტის ლაპარაკის ჩანაწერი კობახიძეს ჰქონოდა, თუ როგორ მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ იყო კამერით ჩაწერილი, ეს იყო ჩართული მიკროფონით ჩაწერილი. ახლა მოისმინეთ და თავად არწმუნდით. It was a very explicit kind of. There is no dialogue. So There's just one way. there are the prominent claims about the pro-Russian government. So usually there it's nothing with Russia, and so finally there is no facts. ეს საუბარი თავდაპირველად პროსახელისუფლება საინფორმაციო სააგენტო პრაიმ ტაიმმა გაავრცელა აი იმ ფორმით, ხმით, რომელიც ახლა თქვენ მოგასმენთ, უბრალოდ ჩვენ ჩამოწერა მოვასწარით. მალევე წაიშალა ვიდეო და შემდეგ თავიდან გავრცელდა უხმოდ. ეს კომბინაცია კი ადასტურებს იმეჭებს, რომლის შესახებაც მანამდე გიყვებოდით. იმ ნაწილით კი რაც გავრცელდა და ხმა კარგად ისმოდა, რჩება აღქმა, რომ კობახიძე ელაპარაკება ბრალდებებზე მისი პრორუსულობის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რომელიც ისმის სხვათა შორის ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ხშირად. ანუ აქამდე თუ გვეუბნებოდნენ, რომ ჩალის ფასი აქვს, ფარატინა ფურცელია, ვინ ეკითხებათ, რას ლაპარაკობენ, აღმოჩნდა, რომ დარდობენ, ფიქრობენ, ედარდებათ, ეფიქრებათ და არჩევენ კიდევაც ამ გზავნილებს, რაც ევროპარლამენტიდან ისმის. კადრი ნომერი 3.
კობახიძე ესაუბრება ესტონეთის პრეზიდენტს ევროპის პოლიტიკური სამიტის გახსნაზე. ისინი გვერდი-გვერდი ისხდნენ, ასე დაალაგეს ორგანიზატორებმა. ვიდეოში ჩანს, რომ კობახიძე თითებზე უთვლის რაღაცას ესტონეთის პრეზიდენტს. ესტონეთი ის ქვეყანაა, რომელმაც ქართულ ოცნებას ყველაზე მეტი სანქცია დაუწესა ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ვახო გომელაურით დამთავრებული და თუ არ ჩავთვლით სხვა შეხვედრებს, მაგალითად პრორუს ლიდერს ვიქტორ ორბანს, ფიცოც, ვუჩიჩს, ირაკლი კობახიძე დიდხანს ესაუბრებოდა პირისპირ იმ ფლანგიდან ლიდერებს, რომლებიც პრორუსულ ბანაკში მოიაზრებიან. კობახიძის სხვა შეხვედრების შესახებ კადრები არ გავრცელებულა, თუ არ ჩავთვლით, ფოტოს გადაღების დროს ის ლიხტენშტეინის პრემიერ-მინისტრის გვერდით იდგა, შეხედა და გაუღიმა. ახლა ვნახოთ, როგორ შეხვდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებს. რას ნიშნავს რეალურად, როდესაც გაღიარებენ, გისმენენ, ანგარიშს გიწევენ, გელაპარაკებიან. მაია სანდუ, მოლდოვას პრეზიდენტი, სოფლიო ლიდერებთან მას ჰქონდა პირისპირ შეხვედრები გაფართოებულ ფორმატშიც, სპეციალური ღონისძიება მოიწყო მათთვის და ამ კადრებს ახლა თქვენ უყურებთ კიდევაც. სომხეთი, რომელმაც ევროკავშირისაკენ სვლა საქართველოზე ბევრად უფრო გვიან სულ ახლახანს დაიწყო, აი მაგალითად ნიკოლ ფაშინიანის და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის კადრები. აი ამ კადრებს ახლა თქვენ უყურებთ და ამის შემდეგ, აი მისალმების შემდეგ უკვე დაიწყო მათ შორის გაფართოებული შეხვედრა, პირისპირ მოლაპარაკებები და ასევე უყურებთ ახლა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს, რომელთანაც პირისპირ შეხვედრაც ჰქონდა. აი ხა ეს კადრები გადის ეთერში და ასეთი ვრცელი საუბარი შედგა. ეს ყველაფერი ცუდია. ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ სათავეში არის რეჟიმი, რომელიც მხოლოდ იმით ხარობს, რომ ვიღაც ხელს ჩამოართმევს, გაუღიმებს და მარტივად კითხავს how are you და მორჩა. და კიდევ ერთი. დღეს პირველად ჩვენს გადაცემას მიეცა საშუალება კითხვები დაესვა ოლიგარქის ვაჟისთვის, ცოტნე ივანიშვილისთვის. ეს ინტერვიუ იმსახურებს ფცლად თქვენთვის ჩვენებას, რომელიც დღეს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაზე მივიდა. რა გვითხრა ცოტნე ივანიშვილმა? თურმე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი უყურებს დასისხლიანებული ადამიანების კადრებს, ამის გამო ოლიგარქი წუხს. ახლა ჩნდება კითხვა. ხალხს ქუჩაში ივანიშვილის ბრძანების გარეშე ასისხლიანებენ? დავუშვათ, ვუჯერებთ ბატონ ბიძინას და ბატონ ცოტნეს. მაშინ ჩნდება კითხვა. ამ რეპრესიული და სისხლიანი ღამეებიდან 4 თვეზე მეტი გავიდა. თუმცა უკანონო დავალებების შემსრულებელი არც ერთი ადამიანი არ დაუსჯიათ. ამიტომ შესაბამისად ტყუილია, რომ ის ყველაფერი, რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა, ივანიშვილის ბრძანების გარეშე იყო. მერდალადობას და ვარძალადობის წინააღმდეგი და როგორ დაგმეთ ბატონ ცოტნე? აი მაინტერესებს თუნდაც ბოლო მოვლენები როგორ დაგმეთ? იმ რუსული პოლიტიკის შედეგად ათობით და ათასობით ადამიანი ციხეში რომ ჩასვეს და სახისრულები რომ დაუნტრიეს თქვენი ასაკის ადამიანებს. როგორ დაგმეთ ეს ძალადობა? მაინტერესებს თუ ესეც არის? თემა არის ერთი რუსული პოლიტიკაზე საუბარი უკვე სასაცილო გახდა ჩემი აზრით და თქვენი აზრით ეს ადამიანები რისთვის იდგნენ ქუჩაში? ყველას თავისი აზრი აქვს, ახლა დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენი აზრები ამ შემთხვევაში განსხვავებული იყო და დანარჩენს რაც შეეხება ახლა ამას განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები. მოგნებთ რომ განსხვავებული აზრის გამო დაუნტრიეს თქვენი ასაკის ადამიანებს სახისრულები ბატონ ცოტნე? განსხვავებული აზრის გამო არა, მე გეუბნებით რომ განსხვავებული აზრი გვაქვს ყველას და განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო იდგნენ ქუჩაში ადამიანები. ან თქვენ ფიქრობთ რომ თქვენს ამ ქვეყანაში რომელშიც ძალაუფლება მამათქვენს აქვს, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, ეს ამ ადამიანებს ძლები ამიტომ დაუნტრიეს? ნახეთ როგორი თემა არის, მე თავისთავად ძალიან უთანაგზობ და გული მდგივა, როდესაც ხედავ ძალადობრივ კადრებს, აგრეთვე ესენციალურად მიმაჩნია რომ ქვეყანაში იყოს სამართალი და ამ შეკითხვებს განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები. სპარამებს გიკითხებით ბატონ ცოტნე, ადამიანების ცემეს პოლიციის მანქანებში, ადამიანების საკუთარ სისხლში ცურავდნენ პოლიციის მანქანებში. ეს ნახეთ თუ არ ნახეთ? სიწმინდის დღეზე ხართ მობრძანებული. ზუსტადაც რომ სიწმინდის დღე არის დღეს, აქ ვარ მოსული როგორც რიგითი ახალგაზრდა იმისთვის რომ გამოვხატო ჩემი აზრი, ხო? ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით. თქვენ რა შეკითხვებზეც მესაუბრებით, მათ განაპირობებს მასზე აზრი არ გაქვთ?
ნაციონალურ ახალგაზრდებთან დაკავშირებით არ მიბაჩია რელევანტურად რომ მე გიპასუხოთ ესეთ ახალგაზრდის აზრი მაინტერესებს, რომელიც ძინა ივანიშვილის შვილია. მამა თქვენს უთხარით რომ გმობთ იმ ძალადებას, რომელიც სამართალდამცველებმა ქუჩაში გამოიჩინეს თქვენნაირი ახალგაზრდების წინააღმდეგ. თვითონ ყველაზე მეტად ტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობა და თვითონ ყველაზე მეტად უყვართ ქართველი ახალგაზრდები დამერწმუნე თამაში. ამის შემდეგ, როგორც უკვე გითხარით, აუცილებელი არის რომ ქვეყანაში იყოს სამართალი და ამ ყველაფერს განაპირობებებს ამ სამართლიანობას ხედავთ თქვენ ამ ქვეყანაში ბატონო. ხალბატონო, მოდით ოჯახის სიცოცხლის დღეზე ვისაუბროთ. რუსულ პოლიტიკას, რომელსაც მამა თქვენი და თქვენი ოჯახის წევრი ატარებს, ეთანხმებით ბატონო. უკაცრავად, ესე ძნელია ოჯახის სიცოცხლესთან დაკავშირებით საუბარი. თქვენი აზრი ოჯახის სიცოცხლეზე. სანქციებთან დაკავშირებით გითხარით ბატონო ცოტა. აი, საკმაოდ სიმპტომატურად მიმაჩნია, რომ არ მოგატყუათ, რომ ოჯახის სიცოცხლის დღეს სანქციებზე ვეკითხებით. ევროპაში ვეღარ იფრენთ, ბრიტანეთში ვეღარ შეხვდით. ხოლო ოჯახის სიცოცხლის დღეზე მოგიწევთ სიარული თუ დაგასანქცირებთ. ამაზე რა არის ხარ? კარგით რა. თქვენ რიგითი სტუდენტი არ ხართ, თქვენ ივანიშვილის ვაჟი ხართ. არა, რიგითი სტუდენტი ვარ. სანქცირებულია და ახლა ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის სანქციებს ელოდება. ხალბატონო, არ გამოგვია დიალოგი, დავასრულოთ მაშინ ამ ეტაპზე მე. სად სწავლობთ? არ გიშინიათ რომ ვეღარ შეხვდით, სადაც განათლებას იღებთ? კარგით, მართლა კომიკური გახდა რა უკვე ესეთი სტილის სასაცილო შეტევები ახლა. და არ მემარცხება. რელევანტურად არანაირად არ მიმაჩნია. კარგით, რა სასაცილოა ეს ყველაფერი ახლა. თქვენ ხომ ვიცით რომ ეს ეგრე არ არის სასაცილოა ეს ყველაფერი. თქვენაირი ახალგაზრდები რომ სცემეს იმით. დავასრულოთ, მოდით ხალბატონო. თქვენი არჩევანი როგორია? ევროპული მომავლის დასაცავად ქვეყნის გვერდით რომ დგანან ახალგაზრდები თუ რუსული? ადამიანების წამება, დასისხლიანება, ცემა და განსაკუთრებული სისასტიკით მომპყრობა დაკავების მანქანებში ვერ ჩაითვლება სასაცილო ამბად. ეს არის ტრაგედია და ეს არის დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ეს შაბათის ეთერია.